2026 წელი დადგა თუ არა, მთელ იანვარს AI სამყაროში ფაქტობრივად განახლებებისა და სიახლეების მთელი შტორმი დატრიალდა, რომელიც ძლივს დასტაბილურდა ამჟამად და გამოიკვეთა 4 ძირითადი მიმართულება, 4 ძირითადი კონტური, რაზეც შეგვიძლია მთელი ფსონი დავდოთ და ფოკუსი გავაკეთოთ. პირველი მეგობრებო, ეს არის AI აგენტების განვითარების სრულიად ახალი სტილი, ყველაზე ინოვაციური და ჩემი აზრით ყველაზე საჭიროც ამ წუთის მდგომარეობით, ოღონდ მათთვის, ვინც კოდის წერა არ იცის. ეს არის VS Code-ში Claude Code-ის გაფართოება, რომელიც საშუალებას გვაძლევს ბევრად უფრო მარტივი პროცესის წარმართვით, შევქმნათ AI აგენტური სამუშაო ნაკადები და გადავჭრათ საკმაოდ კომპლექსური პრობლემები. მეორე ეს არის Anthropic-ის Claude-ის როგორც ცალკეული მოდელის განახლებები, რომელიც ძალიან ბევრია და ძალიან მაგარი რაღაცები დაემატა. Claude Skills, Claude Cowork, Claude in Google Chrome, Claude in Excel, Claude Plugins და სხვა ფუნქცია შესაძლებლობები, რომელიც განხილვათ ნამდვილად ღირს. მესამე მეგობრებო, ეს არის AI აგენტი, ახლად გამოსული, რომელზეც ბოლო ერთი კვირის მანძილზე ძალიან ბევრი ვისაუბრეთ უკვე, თავიდან ერქვა Claude Bot-ი, მერე გადაარქვეს Molt Bot-ი, ახლა ქვია OpenColv-ი და მოკლედ ამის განხილვაც ღირს, იმიტომ რომ რაღაცა თავისი შესაძლებლობები ამასაც ნამდვილად გააჩნია და შეიძლება უფრო მეტად განვითარდეს მომავალში და ბოლო ეს არის ჩვენთვის ყველაზე ნაცნობი no-code დონეზე ყველაზე სერიოზული პლატფორმა N8-ი, რომელზეც ჩვენ ბევრი გვაქვს ნასაუბრები, თუმცა ჯერჯერობით თავის ავტორიტეტს და პრაქტიკულ მნიშვნელობას ინარჩუნებს მიუხედავად იმისა, რომ Claude Code-ის დახმარებითაც შეგვიძლია უკვე AI აგენტების შექმნა ცოტა უფრო მარტივი გზებითაც. აი ეს 4 ძირითადი მიმართულებაა და მინდა პატარა გამოკითხვა ჩავატარო ამ ვიდეოში. ამ 4-ვე მიმართულებაზე მე უნდა ჩავიწერო YouTube ტუტორიალები, შემოგთავაზოთ AI Pulse Georgia-ს YouTube არხზე, დეტალურ შაშლილ სერიებად, რამდენიმე ტუტორიალი, მაგრამ მიჭირს ფოკუსის გაკეთება, რომელზე გავაკეთო მთავარი პრიორიტეტი ამ წუთში და რითი დავიწყო. ძალიან დამეხმარება თქვენი გამოხმაურება, თუ უბრალოდ კომენტარებში დამიწერთ 100-ს თუ რომელ ვარიანტს ანიჭებთ უპირატესობას, რომლით გნებავთ რომ დავიწყო.